მოგესალმებით, ეს არის ათემო რადიო კასპის ხმა და დღევანდელ გადაცემას გავუძღვები მე თეონა ბეინაშვილი. ჩვენი რადიო კასპის ხმა შეიქმნა პროექტი მისი ხმას ფარგლებში DVV International-ისა და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით, რომელსაც პარტნიორობას უწევს გერმანიის ათემო რადიო ზეთი და კასპის ზრდასრულთა განათლების ცენტრი. დღევანდელი რუბრიკის ფარგლებში გადაცემის თემა იქნება ქართული ტრადიციული სიმღერისა და გალობის ფესტივალი კასპში, რომელიც უკვე რამდენიმე წელია იმართება და რა თქმა უნდა ტრადიციულად მიმდინარე წელსაც ჩატარდა ეს ფესტივალი. გაჟღერდა ყველა ის საგალობელი და სიმღერა, რომელიც კონკრეტულად ქართლისთვის არის დამახასიათებელი. აღნიშნული ფესტივალის შესახებ კი უფრო დეტალურად ისაუბრებს კასპის მუნიციპალიტეტის კულტურის centris სამხატვრო ხელმძღვანელი ბატონი ზაზა მენაბდიშვილი. მოგესალმებით ბატონო ზაზა. მოგესალმებით. დიდი მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის. და აქვე პირველ კითხვას დაკისვავთ, ვისგან მოდის იდეა, ვინ არის ორგანიზატორი და რამდენი წელია რაც სტარტდება ეს აღნიშნული ფესტივალი. ფესტივალი მე 7 წელია, 2017 წელს. დავიწყოთ ამ ფესტივალის ჩატარება, უნდა იყოს მე-7, მაგრამ სამწუხაროდ მე-5, ამიტომ 2 წელი გაგვიწყდა პანდემიის გულისთვის და წელს ფაქტიურად იყო მე-5 ფესტივალი. ცოტა ადრიდან დავიწყებ, საიდან მოვიდა იდეა, საიდან მომივიდა უბრალოდ ეგ იდეა. 2000-იან წლების დასაწყისში სადღაც 2003-2005 და შემდგომში 10-12-13 წელი. თითქოს ყოველ წელს იმართებოდა თბილისში სხვადასხვა რანგის კონცერტები, საღამოები, ფესტივალები და ასე შემდეგ. მოგესალმებით, რომ კასპი უკვე წლებია 50 წელი შეუსრულდა ასამბლე ქართლი ასეთი ანსამბლე არსებობს. და ეს ანსამბლე ქართლი ძველ ათეულურ მუსიკას წერდა. ძველ სიმღერებს ქართლის ფოლკლორიდან ძველ სიმღერებს წერდით და თითქმის ყოველ წელს გვიწევდა ამ ფესტივალებში თბილისში მონაწილეობა. იწყებოდა როგორც ასეთი კონკურს ფესტივალები, თქვათ, პირველი ტური, მეორე ტური, მესამე ტური და ბევრჯერ ფინალშიც გავსულვართ, ფილარმონიაშიც ჰქონდა დასვიტი კონცერტი, სპორტ სასახლეში ილია მეორეს საკურთხევლით მისი ასაბების დღესთან გალა კონცერტზე ვიყიდა ამასალმა. შედეგად მაროთ ახიშვილის საღამო ჩატარდა თბილისში კონსერვატორიის საკონცერტო დარბაზში, იქ მივიღეთ მონაწილეობა, შემდეგ ჩატარდა კავსაძეების საღამო რუსთაველის თეატრში, იქ მივიღეთ მონაწილეობა. შემდეგ ჩატარდა იაკარგალეთელის საღამო, იქ მივიღეთ მონაწილეობა. ყოველ წელს ტარდება სამთავისის ეკლესიაში, საკათედრო ტაძარში ძველი კარბელაშვილების სონის მოსახსენიებელი საღამო და იქაც იღებდით მონაწილეობას. არ ვიცი, რაღაც მომენტში დამებადა ასეთი აზრი, ეს ამხელა გიგანტი მუსიკოსები და ხელოვანები, რომელთაც ძალიან კასპი გაისვართ რა კანებიურებულები, რო ვთქვათ ასე, რატომაც არა კასპში. და ეს აზრი დაახლოებით 7-8 წელი მეტრიალებდა თავში, ახლა მარტო აზრი ერთია და მეორეა მისი განხორციელება და არ ვიცი ახლა თქობა წინა ხელისუფლებას არც ჰქონდა სურვილი და არც იყო ალბათ იმის, რა ვიცი, თქვი არ გააკეთეს არ დამედგნენ გვერდში, მაგრამ აღმოჩნდა უკვე მე 2015 წლებში ეს თემაზე რო ჩამოვარდი ლაპარაკი. ძალიან მოიწონა განსაკუთრებით ხაზი მინდა გავუსვა თიახურ ბალაძეს, რომელიც დაწყებიდან ამ ფესტივალის გვერდში მიდგას და ერთად ვაკეთებთ. აქტიურად არის ჩართული. კი, აქტიურად არის ჩართული და იმ პერიოდის ხელმძღვანელობასთან ასე თუ ისე მივახციეთ იმას, რომ მე ყველანაირად ვცდილობდი, რომ ანსამბლებს დავკავშირები ვიყავი, ძალიან დიდი კონტაქტები მაქვს ახლა ყველა რეგიონის ანსამბლს თითქმის ვიცნობ, მის ხელმძღვანელებს, ჩემი სპეციალობიდან გამომდინარე, ზოგი ჩემი კონსერვატორიის მეგობარი იყო, ზოგი ისე იყო მეგობარი და დავკავშირდი და რამდენიმე ბევრი ანსამბლა გამოთქვა სურვილი. იმ 2017-2018 წელი იყო ორდღიანი ფესტივალი. საალტყურის სკოლის ბავშვები ჩამოყვავდა აქ. პირველ დროს ეს ბავშვები საკმაოდ ბევრი საალტყურის სკოლები ჩამოდიოდა 200 ბავშვი და რაღაცა და
შემდეგ უკვე ისეთ როდესაც ეს პანდემიები წავიდა და უკვე შევიკავეთ ბავშვებზე თავი მე პირადად თქვი ვარ და თირასაც ვთხარი და ხან წვანებასაც ასეთ ისე პატარა რისკი არის მაინც ბავშვია. ხო დიდ ვასკულარობასთან არის დაკავშირებული. ხო და ამიტომ გადავაკეთეთ ერთ დღეა ფესტივალად. ეს ფესტივალი დავიწყეთ მე უკვე ადამიანის როცა კურთხევით აცკასურებული, რომელსაც ძალიან ხარში დაგვიდგა და მაშინ თქვა, რომ მოდი სამთავისში ჩავატაროთ. მისი სურვილიც იყო, მისი კურთხევაც იყო და სამთავისის ეზოში მოხდა პირველი ფესტივალის ჩატარება. იქვე როგორი ფესტივალის ის მინდა მოგითხროთ, როგორი პრინციპით იმართება, ხო? ხაი რა თანმიმდევრობით. ეს არის ტრადიციული გრამოფონისა და სიმღერის ფესტივალი. ტრადიციული სიმღერა არის ძველი სიმღერა, ძველებურად ნამღერი სიმღერა. ანუ როგორც ვთქვათ, არის რაღაც სიმღერა, რომელიც ხაის ახლავს გუნდები, ძალიან ბევრი ხალხური სიმღერის გუნდები, მაგრამ არ არის ძველი. აი თქვათ ავიღოთ სიტყვაზე ნამგლური, ხო? ნამგლურს მაგათად ძველებურ ვარიანტს ყველა სხვა სოფელში სხვადასხვანაირად ხერია. მაგრამ შედეგ ეს ნამგლური განვითარდა. გასაგებია ნამგლური ავიღოთ, ხო? ასეთი დიდი პროფესიონალი მომღერალი და ლოტვარი ოვანოჭეძიშვილი კახეთიდან. რომელიც განავითარა და რაღაცა კიდე ერთი მუხლი დაუმატა. თვითონვე დაუმატა მუხლი. ან ფორმირება მოხდა. ანუ ეხლა მოხდა ამ საუკუნეში მოხდა მისი უბრალოდ წინა საუკუნეში მისი დამატება და ძველი ვარიანტი ეს არის ტრადიციული ძველი ვარიანტები სოფლებში კიდე შემორჩენილი იყო და თქვათ იგი ქვემოჭადაში ძალიან ძველი ვარიანტს ხედავდნენ ამ გლურისა რომელიც ფოლკლორის ცენტრის ფონდშიც კი არ არსებობდა ეგეთი ვარიანტი და იქიდან წამოვიდა მე განვითარება ხო როგორც სხვადასხვა სიმღერები ამიტომ ჩემი როგორც მუსიკალური ხელმძღვანელის ასეთი ის იყო რომ ყველა რეგიონი რომელიც ჩამოვიდა და აუცილებელი იყო რომ შეესრულებინა ერთი ქართული ვარიანტი სიმღერის თქვათ ლაგუშედა რომ ჩამოდის სვანები ეთეხიდან სვანები ჯერ ქართლის ღვერია და მერე სვანულებს ღვერია თავის ფეხურის და ყველა შეწარმოდგენა ახლაც იყო ჩამოსულები ჩოხატაურის წინვარი ანსამბლი რომელსაც ქართული სიმღერა იმღერა პირველი გურულებმა და ქართლებს ძალიან გაგვიჭირდებოდა მაგალითად გურული სიმღერის სიმღერა. ესეთი კრიმანჭულები დასწრეს და ესეთი სიმღერები იმღერესო ახთვანებულები დარჩით, მაგრამ პირობა არის ქართული. ყველას კახელებს არ უჭირთ, იმიტომ ქართკახური მაინც ახლოა ერთმანეთთან და კახელებიც ესე ყოველთვის ვეუბნები, რომ კი ბატონო თქვენი იმღეროთ, მაგრამ ჩვენთან ერთად რაც არის და შემდეგ თქვენი გააკეთეთ. ასე არის ყველა გუნდი თქვათ ჩამოდის და ვინც იმაშურა და ანუ ეს ტრადიცია შენარჩუნებულია. წლევანდელ ფესტივალზე რამდენი ადგილობრივი ანსამბლი იღებდა მონაწილეობას და რამდენი ინდივიდუალური მომღერალი. ყველა ჩამოგიცვლით ვინც იყო ჩამოგზანებულები. ხო, რა იცით მე კიდე მინდა წინა იმას შეკითხვას დავამატო რომ რატომაც ეს ქართლის ფოლკლორი გვერდზე იყო გაწეული. ხომ არის ქართკახური რა კახური უფრო წინ იყო წამოსული ვიდრე ქართული და ამიტომ ეს ქართლის კახურ ფოლკლორში ბევრია ქართლის სიმღერები მაგრამ მაინც კახური იყო წინ წამოსული მე კი არ ვეწინააღმდები და ალბათ ერთ-ერთი პირველები ვიყავთ ჩვენი რეგიონში კი საქართველოში რომელიც პირდაპირ ქართულ ფოლკლორზე გავაკეთეთ და ძალიან გაამართლა იმიტომ რომ არის იმდენი ძველი სიმღერა რომელიც არასოდეს გაჟღერებულა და აგერ მე გურიდან ჩაერთო ერთი ახალგაზრდული ანსამბლი შეიქმნა რიხი, რომელიც ისე ძველ ქართულ სიმღერებს წერია. და ამავე რაღაცა გამოიწვია ისეთ ამ ფესტივალმა, რომ პოპულარიზაცია მივეცეთ ქართულ ფოლკლორს. რაც შეეხება გარობას, კარბელაშვილისეული გარობა, უფრო ქართკახური გარობაა, ხდით? გურული გარობას თავისი სყავს შექმნელები კერკომაიშვილის კლანია და ძალიან ბევრი ისეთი ხალხი რომელიც ამ გარობას ინახავდა, მაგრამ კარბელაშვილმა რაც გააკეთეს ამ ზვებმა ის ძველი ის ნიმუშები რომელიც მათ მოსმენელი ქონდა პირველად მათ ჩაწერეს ნოტებში. ეს არის ყველაზე მთავარი რომ
უკვე შექმნილი დაგვახვედრეს ნოტებში გადატანილი კარბელაშვილმა თავისი გალობა. ამიტომ მანდაც ამაკ ერთი ფესტივალში ახლა გალობის მომენტში რომ სავალდებულოა რომ კარბელაშვილის სეული გალობა ერთი შესრულდეს ანსამბლში შედის რომ სვანური გალობა სხვა არის. ანუ ერთი პირობა ის რომ შესრულდეს კარბელაშვილის სეული და შესრულდეს. გურულებს თავის საგალობლები აქვს, სვანებს თავის საგალობლები და ასე შემდეგ. ხო და რა ვიცი, მე მგონია კარგია რომ ქართმა რაღაც ისეთი გამოვიჩინეთ ინიციატივა რომ ასეთი რაღაცას ვაკეთებთ. აუცილებელიც იყო. თავარი ის არის რომ კაცში ხდება ეს ყველაფერი და რატო ხდება კაცში მე რაღაც გავხსენეთ. ადგილობრივ ანსამბლებსაც რომ ხო, არის ანსამბლებს გავხსენეთ. და ინდივიდუალური კი, ჯერ ჩამოსულებიდან დავიწყოთ, პატრიოტებს სტუმრებიდან დავიწყოთ, ხო და მე ადგილობრივზე ჩავდა. რომ 5 წელია წელს გამიცდილა ერთადერთი წელი, ისიც საარჩევნო წელია და თქვა რაღაც კონცერტი დაეთქვა ანსამბლი აკუშეტა, რომელიც წინვალი ანსამბლი ეთეხიდან 25 მომღერალი ჩამოდის ხოლმე ყოველთვის მათ ნიჭიერშიც მიიღოს მონაწილეობა და ძალიან მაგარი ხელმძღვანელი ყავს ზურალი პარტებიანი. ჩოხატაურიდან ჩამოდის ანსამბლი უკვე მესამე წელია, გადასარევი ასე და ამაღლება. გორიდან იყო ორი ანსამბლი გორი და ანსამბლი რიხი. იყო დუშეთი, იყო ახალგორი, ხას გავს რომ ახალგორის ანსამბლი იყო ბორნისიდან ანსამბლი ბორნელა, იყო თელავიდან ანსამბლი, რომელიც ყოველ წელს ჩამოდის და თბილისიდან იყო გალობის უნივერსიტეტიდან 28 სტუდენტი მომღერალი, რომელმაც ძალიან გამახარა 200 ანსამბლად იყვნენ ჩამოსულები გოგონები და ბიჭები და მე შეერთდნენ და 28 მიმღერა ერთი ძველი ქართული სიმღერა. იყო ფერხის ანსამბლი, იყო გოგონათა ანსამბლი, ახალი შექმნილი ძალიან გასიბატური ანსამბლი იყო, პირველად მიიღეს მონაწილეობა, როგორც სახელი რაც ამახსენდება და კასპიდან 4 ანსამბლი იყო. ანუ მოურავი ქართლი იყო ქალბატონების ანსამბლი რა ქვია კაბადონი ხო? კი, კაბადონი. კაბადონი და იყო კასპის სამოყვარო სკოლის ბავშვები და ახალგაზრდები. ან 4 ანსამბლი იყო და მე მგონი ძალიან ბევრ ქალაქებს ვერ ჩამოვიდა 4 სრულყოფილი ანსამბლი ყავდეს ხო და კაცში ყვა აქ. და ძალიან მიხარია რომ კაცში ასე განვითარებულია და ასე კარგად მიდის საქმიანობა. ეს ალბათ ძველი ისტორიიდან მოდის. რაჩები შეიძლება მოწვეულ სტუმართა შორის თუ იყო ვინმე ისეთი ხო განსაკუთრებული იყო ერთი ერთი არ იყო სამი სოლისტი იყო ხო ინდივიდუალური შესრულებელი იყო სამი ერთი იყო ყველაზე პატარადან დავიწყეთ ეს არის კახეთიდან ძმები არიან მისი ანსამბლიც იყო ჩამოსული და მათი შვილი მე თვითონ მოვისმინე ეს ბავშვი Facebook-ში და თქვა სპეციალურად დამპატიჟე რა ბიზნესშვილები არიან ძმები და მათი შვილი იყო გოგონა რომელსაც წინვალი ხალხური ბგერა აქვს და წინვალი მელიზმატიკა აქვს კახური რა ამას არ შეაცვლისა თუ ცხადს არის ბავშვი ასეთი რაღაცები იშვიათია და ხლა აღარ ვლაპარაკობ უკვე ჩვენ ანანოს ნაძეზე რომელიც წარმოშობით სამთავისიდან არის მისი გენი მისი წინვალი ლოტბარი ბატონი დავით უსნაძე რომელიც შექმნა ანსამბლი ფესვები შემდეგ სამეცნიერო ინსტიტუტის ანსამბლი მე ეს ანსამბლის გამოიყო 7 კაცი რომ არის ახლა ისი შექმნილია და მისი შვილი ახლა ტრადიციებს მისდევს და წინვალი ახლა აქვს და წინვალი მომღერალია და განსაკუთრებით გამოყო ერთი ყველაზე ჩემთვის ყველაზე სასურველი სტუმარი ეს იყო ლადო თანდილაშვილი რომელიც ანსამბლ რუსთავის წამყვანი სოლისტი იყო და ხაზგაუს როდესაც დიდი მომღერალი ჰამლეტ გონაშვილი გარდაიცვალა და პატარა სიცარიელე გაჩნდა მაქს სტილის მომღერლებში ასე რუსთავში და ის მიიწვიეს დანადოეს და წამოვიდა კონსერვატორიაში და იქიდან იცოდა წინვალი მომღერალია და უკვე ერთი ვაწელია როგორც შეიტყვა მომღერია სოფელშია თავის სოფელში ახალში და აღთვალებული დავჭით ჩვენს ვაყურებელს მისი ხვით და სიმღერით და თვითონაც იმდენად გაიხსნა რომ თქვა რომ იმედიაო აღარ გამომტოვებდა ფესტივალზე ყველა ფესტივალზე და ჩამოვიდა ეს ძალიან ბევრს ნიშნავს რომ ხალხს მოსწონს და ძალიან არ ჩამოდიდა როგორც ვიცით მაროთ არხნიშვილის პირდაპირ შთამომავალიც იმყოფებოდა კი ქალბატონი მარიკო კვალიაშვილი მაროთ არხნიშვილის შვილი რომელიც პირდაპირ შთამომავალია
და ეთქობა კიდევაც მას მის მუსიკას, მის წინარე კომპოზიტორია და მის სიმღერები ბევრი არის ჰიტი საქართველოში და მისი ძმისშვილი ეკა კვალიაშვილი, რომელსაც ორი სიმღერა აქვს აკეთებული, როგორც ვიცი, მაროსთან ერთად. აი მაროს სიმღერა არის ძველი ურმული და ეკას აქვს ზედადებული სიმღერა. ხო, ეს მთელი ისტორია და მთელი სიმდიდრეა, იმიტომ რომ ქალბატონი მარო თახნიშვილი იყო. ვეღარც ვიტყვი, რომ ქალბატონი ის იყო ყველაფერი ალბათ. ქალბატონიც იყო ამანკაცის სიმღერებს ვღეროდა და ჰქონდა ხმის ფორმა და ხარისხი არა ქალური. ვიხდით? აი, ორმოს ღერეს და ისეთ ხმით ღერეს, რომ დაფიქრდე შეიძლება იფიქრო ეს არც ქარისხი. კი, ნამდვილი. ხო და მე როგორც ვიცი, ჩემი წყაროებიდან და საერთოდ არის, რომ იმ პერიოდში ხალბატონი ჰაბატონაშვილი იწყებდა კარიერას, მაროსთან ჰქონდა მასტერკლასები გავლილი და მის წვლილიც ურევია ამ საქმეში და დიდი მარგალიტები გვაქვს ჩვენ, დიდი მარგალიტები კასპში. როგორი იყო ბატონო ზაზა ფესტივალის საფინალო ნაწილი და აქვე რომ გვესაუბროთ სამომავლო გეგმები როგორია? ხო, აქაც რაღაც მოთხოვნები მაქვს საფინალო ნაწილთან. ეს 230 კაცი ერთდროულად ამყავს სცენაზე. ყველა ანსამბლს ვაჯილდოებთ ანსამბლის ხელმძღვანელებს, სპეციალური საჩუქრები გვაქვს დამზადებული, თავისი სპეციალურად ჩამოსმული ღვინით, ბოთლით, რომელსაც აქვს ემბლემა ფესტივალის. ყველა ინდივიდუალურ შემსრულებელს ვაჯილდოებთ და მოთხოვნა არის, რომ ფესტივალი უნდა დამთავრდეს ქართლის მრავალჟამიერით. ანუ ეს 200 და 220 კაცი ყველას ქართლის მრავალჟამიერს და ანუ ეს სიმღერა და ეს გუგუნით ვამთავრებთ იმას. მანამდე კი კახური მრავალჟამიერი სიმღერას კახელებმა, მაგრამ მე ქართლით დავამთავრებდი და მაინც ასეთი მოთხოვნა ქონდა ჩვენ. და შემდეგ კიდე რომ ალბათ ჩვენ ლოკაციები მინდა შევცვალოთ და ეს მარტო იმიტომ არა თქვათ, რომ ფესტივალი მოითხოვს და ეს პირადად სურვილია ჩვენი მუნიციპალიტეტის კიდე ერთხელ მადლობები და მოუხადო ქალაქის მერს მოადგილეებს ყველას ქალბატონ თეას მე აღნიშნე ასეთი გვერდში დგომისთვის, ფინანსური გვერდში დგომის, ამას მარტო იდეა რჩება, ფინანსები რჩება, გვერდში დგომა რჩება და ამაში ძალიან გვერდში მიდგას ყველა და ლოკაციებს რატო ვცვლით, იცით რომ იმის გარდა ვთქვათ ეს ჩამოსული რეგიონებიდან კასპს ზოგი კასპელებიც კი არის, რომ იმდენი კულტურული ძეგლები გვაქვს, იმდენი ადგილები გვაქვს შესანიშნავი. ეს იქნება ტურიზმის განვითარებისთვის საჭირო, ეს იქნება იმისთვის მაგალითად რომ მე ძალიან დიდი სული მაქვს სვანეთში ჩავიდი არ ვარ სვანეთში და მაგალითად რომ ჩავალ ძალიან გამიხარდება რომ იქ რაღაც კულტურულ ძეგლებს ნახავ. ის იგივე სვანი რომ ჩამოვა, რატომაც არა გაისაც შეიძლება ერთად წმინდაში გავაკეთოთ, ხო? დიდი ეკლესია, რატო არ ნახო პატას თავისად არის დასაფლავებული, ან მეტეხის ეკლესიაში, ან ქვათახევში, ან თორეგივე შია ჯამაკურ ორბელიანების სასახლეში. წინვალი ადგილია, ვიცი რომ ეხლა კარგად გეთდება და ეხაც გავაკეთოთ ასე შემდეგ. არის მომავალი ეგ არის. და იმდენად სურვილი აქვს, რომ მე მგონი ეს 230 კაცი არ გვაქვს გაისათებლად უფრო მეტი. კი. ანუ კულტურული ტურიზმის მიმართულებით საკმაოდ ხელშემწყობია ეს ფესტივალი და მსგავსი ფესტივალები და აქტივობები. დიდი მადლობა ბატონო ზაზა გადაცემაში სტუმრობისთვის. წარმატებებს გისურვებთ მნიშვნელოვან საქმეს ემსახურებით და ვიმედოვნებთ, რომ და ასეც იქნება, რომ მსგავსი დღეები თქვენი წყალობით არ მოაგდება ჩვენს მუნიციპალიტეტს. კი ბატონო, იმსახურებთ. მე ძალიან ბევრ თემაზე შემიძლია ლექცია ჩავატარო და მე პრობლემა არ მაქვს. ძალიან კარგი. კიდევ ერთხელ მადლობა. ასევე დიდი მადლობა DVV International-ს, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით და ასევე დიდი მადლობა გერმანიის სათემო რადიოზეც და კასპის ზრდასრულთა განათლების ცენტრს. ასევე მადლობა რადიო მსმენელს. ჩვენ კი სულ მალე შევხვდებით მომდევნო გადაცემით მომავალ შეხვედრამდე.